მადლობთ მოწვევისთვის. ერთი რამ არის ცხადი, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმის გაცხადებული ამოცანა არის, რომ საბოლოოდ, ასე ვთქვათ, შექმნეს ისეთი ვითარება, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად ხელი დაიბანოს საქართველოზე, ანუ თქვას, რომ საქართველოსთან არანაირი პოტენციალი უახლოესი წლები თუ არ ვიცი 10 წლეული აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმი ძალიან მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ ფაქტიურად ეს, ასე ვთქვათ, არ დაუტოვონ გამოსავალი ევროკავშირს გარდა იმისა, რომ შეაჩეროს უვიზო რეჟიმის მოქმედება. ანალოგიურია აბსოლუტურად სხვათა შორის, როგორ მოქმედებდა თავის დროზე იანუკოვიჩი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, არაცხადებდა უარს თავად. აქაც განსხვავება სხვათა შორის ევროკავშირში გაწევრიანებაზე კობახიც გამოაცხადა უარი, ეს ხშირად უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წარმართვაზე უარი და გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე არც აპირებს ამ თემაზე მუშაობას. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, აბსოლუტურად მოქმედება იანუკოვიჩის ანალოგიური, ასე ვთქვათ, სტრატეგიით და ტაქტიკით, რაც აკეთებდა იანუკოვიჩი, ის აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირს არ შეეთავაზებინა მისთვის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და მიუხედავად ამისა, როდესაც შესთავაზეს მას ის იძულებული გახდა შემდეგ უკვე ეჩვენებინა რეალურად მისი არჩევანი და სახე. დღესაც ქართული ოცნება ამას აკეთებს, რომ მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს, ევროკავშირს არ დარჩეს სხვა გამოსავალი გარდა უვიზო რეჟიმის შეჩერებისა, იმიტომ რომ ამაზე შემდეგ ისინი აწყობენ უკვე აი ამ ანტიევროპულ პროპაგანდას, რომელიც იქაბატონ სალომე. დიახ, მე როდესაც მე ვიკითხე, რომ რა დრო გვაქვს დარჩენილი, ფაქტობრივად ეს არის ჩემი შეკითხვა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს თქვენს პირადად ამ გადაცემაშიც მათ შორის, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ღია გარკვეული დროით, ჩვენ არ ვიცით, როდის დაიხურება ეს მოცემულობა დააყენა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ. ჩვენ რამდენ ხანს გვაქვს დრო საქართველოს მოქალაქეებს იმის გასასწორებლად, რასაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი. რამდენ ხანს გახყოფს ერთმანეთი ისგან ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების წრე რეჟიმსა და საქართველოს მოქალაქეებს. რა მესმის რომ ახლა ზუსტი ვადის დასახელება ძალიან რთულია, მაგრამ აი განწყობა იმის გამო რომ დაღლილია ცოტა საქართველოს მოქალაქე, ცოტა ფრუსტრირებულიც არის, ცოტა იმედგაცრუებულიც არის, ცოტა რეპრესირებულიც არის, კი არა და ძალიან რეპრესირებულიც არის, ეს ყველაფერი ქმნის იმის განცდას, რომ თითქოს და ცოტა მილევადი რეჟიმი აქვს პროტესტის გააქტიურების ვადა რამდენ ხანს გვაქვს, რამდენ ხანს შეიძლება ეს ფანჯარა იყოს ღია? ხო, ახლა რაღაც ზუსტი ვადების რა თქმა უნდა, დიახ. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რომ როდესაც პროცესი ევროკავშირის პროცესი ზოგადად გაწევრიანების პროცესი იქნება ეს ინტეგრაციის არის როგორც აი დიდი ოკეანეში რო დაცურავენ აი ესეთი ლაინერები რა ქვია დიდი გემები ხო რომელსაც ძალიან ბევრი დრო სჭირდება რომ რაღაც მიმართულებით დატრიალდეს და დადგეს რაღაც გზაზე და იმ გზაზე რო დგება მერე უკვე ასე ვთქვათ რაღაცნაირად მიდის დიდხანს ერთი არჩეული ტრაექტორია საქართველოს გემი ევროკავშირისგან არის დღეს შემოტრიალების პროცესში. ანუ ჩვენ ბრიუსელის მიმართულებიდან საქართველოს შემოტრიალებული არის მოსკოვის მიმართულებით და მიბრუნება ბრიუსელის მიმართულებით ეს არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ხალხის განწყობაზე და ამიტომ არის ხაზგასმული რომ ევროკავშირი აგრძელებს ქართული ხალხის მხარდაჭერას, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად ესმით რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართული ხალხის უმრავლესობის ნებას, მაგრამ არა მხოლოდ ხალხზე, ასევე ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესზე და პოლიტიკურმა აქტორებმა, ჩვენ გულისხმობ პარტიებმა უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ევროკავშირი დაინახავს, რომ ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს გეგმა პოლიტიკური ბრძოლის, რაციონალური გეგმა და მეორეს მხრივ მზად ვართ
იმისთვის, რომ ეს საჭე ავიღოთ ხელში და ეს გემი დავაბრუნოთ ბრიუსელის მიმართულებით. ამ დრომდე როგორც ჩანს, აი ქალბატონ სალომე ჩაგეჭრებით, როგორც ჩანს ეს მეტნაკლებად ხერხდება, თუმცა პროტესტის მუხტი შესანარჩუნებელია, გასააქტიურებელია. ფაქტია და ოპოზიციური პარტიებიც მეტად არიან ჩამოსაყალიბებელი პროცესისთვის, იმისთვის, რომ აი სწორედ ეს მიჯნა არ დაიკარგოს და ჩვენი პარტნიორთა წრის დიდი ნაწილი არ ფიქრობდეს, რომ საქართველოს მოქალაქემ დაკარგა ძალა, ენერგია, სურვილიც და უნარიც პროცესის გასწორების. აი აქ როგორ ფიქრობთ თქვენ, გარდა იმისა, რაც ამ დრომდე კეთდება მიმოსვლა, ურთიერთობები, რა არის უფრო აქტიურად გასაკეთებელი, რომ შენარჩუნდეს ეს განწყობები? ანუ თუნდაც შენარჩუნდეს სავიზო რეჟიმის ეს მოცემულობა, რაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, იმიტომ რომ ეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ დრომდე შეინარჩუნეს ეს სარგებელი. Ну, ახლა უვიზო რეჟიმს რაც შეეხება, მე აქ ცალსახად ვიტყვი, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მართლ პოლიტიკურ გუნდს და არანაირი ბერკეტი არ აქვს არავის გარდა იმ ხალხისა, ვინც არის დღეს ქვეყნის მართვის სადავეებში, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. ძალიან მარტივად შეუძლიათ მათ ამის გაკეთება, მაგრამ ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. იმიტომ რომ მათ შორის უვიზო რეჟიმის უვიზო რეჟიმი და ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობა არის სამთავრობოთა შორისო ურთიერთობა. ანუ შენ თუ არ ყავს ევროპული დღის წესრიგის მთავრობა, ვერაფერს ვერ გახდები, ვერც უვიზო რეჟიმის გაუქმებას რაც შეეხება, ვერც ევროკავშირში გაწევრიანებას. ამიტომ ჩვენ რაც გვჭირდება და რაზეც უნდა კონცენტრირებული ვიყოთ დღეს, როგორც ამ მოქალაქე და ნებისმიერი ამორჩეველი, ასევე ყველა აქტიური პოლიტიკური ორგანიზაცია, პარტია თუ სხვა, ეს არის ერთადერთი საკითხი, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, რომ დაუბრუნდეს ძალაუფლება ქართულ ხალხს, რომ ჩვენ გვყავდეს მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის ნებას, იმიტომ რომ სანამ ეს მოცემულობა არ შედგება, მე შიშობ, რომ აი თქვენ გითხეთ, რომ რამდენი დრო გრჩება, ну სამწუხაროდ გაუქმებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებასაც საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა, იმიტომ რომ 10 წელი ასე ვთქვათ, ვიმუშავთ 2006 წლიდან 2016 წლამდე დაგვჭირდა, რომ ეს უფლება მოგვეპოვებინა და 10 წელიწადია რუსეთი მუშაობს იმისთვის, რომ მათ შორის ეს პრივილეგია ჩვენ დავკარგოთ. ამიტომ დროს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ უნდა გვქონდეს წყობილი სტრატეგია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორც ქართულ ხალხს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როგორ ვაპირებთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სწრაფად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე და ესეც იქნება სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ ერთი რამ მინდა ვთქვა, ის რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ეს არის დემონსტრირება, რამდენად მოწყვლადი არასანდო ყოფილა სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ აი ყველა ის ადამიანი, ვინც მაგალითად დღეს დიპლომატიურ სამსახურში რჩება და გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ, ბევრი მათგანი წლების მანძილზე არის სახელმწიფო სამსახურში და აღმოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად დაუცველი ყოფილვართ, მათ შორის სახელმწიფო ჩვენი ინსტიტუციები აბსოლუტურად ინფილტრირებული ყოფილა ხალხისგან, რომელსაც სახელმწიფო ინტერესები უბრალოდ არ აინტერესებს და ამიტომ რეფორმას დასჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან წყობრი მიზანმიმართული მუშაობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაგრამ პირველი საიდანაც ეს შემოbrunება ჩვენი გემის ევროპის მიმართულებით უნდა დაიწყოს, ეს არის ხელისუფლების შეცვლა. სანამ არ მოხდება, საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს არანაირი წარმატების ევროპულ გზაზე. ქალბატონ სალომე, ნარატივი მეორე ფრონტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ასევე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ რაღაცა მოცემულობის, რასაც გვაწვდის ქართული ოცნება როგორც უდიდეს საფრთხეს ქვეყნისთვის, თითქოს მას თხოვდა ვიღაცა ხალხი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან მეორე ფრონტის გახსნას. ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ არის манипуляция, არის დეზინფორმაცია, თუმცა სავარაუდოდ სასურველია რამდენჯერაც ეს ითქმება, იმდენჯერ თქვას პასუხი. აი დღეს ბატონი ვოლსკი, ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი, კიდევ ერთხელ აცხადებდა იმას, რომ ჩვენ ვისჯებით იმისთვის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი.
იქვე რომ არის ამ დიდი ტყუილის მოკლე ფეხები რომ ჩანს მოლდოვისა და სომხეთის შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა გვერდზე აქვს გადადებული ქართულ ოცნებას. ეს არის ნარატივი, რომელსაც ყველანაირი საფუძველი უკვე გამოცლილი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა ძლიერი გზავნილი არ აქვს კრემლში, ესე იგი, ვინც ქმნის ამ სახელმძღვანელოს და ისევ ამ გზავნილს ამუშავებს. როგორ ფიქრობთ, მაინც არის ეფექტიანი ეს გზავნილი ამ ეტაპისთვის? ახლა ბატონ ვორსკის ძალიან მრავალწლიანი სტაჟი აქვს გამოცდილების, მე მგონი სწორედ პროპაგანდის მიმართულებით მუშაობდა მან შორის კომუნისტური პარტიის რიგებში და ბიუროკრატიაში კომუნისტებში, ასე რომ რა თქმა უნდა ამ ხალხისთვის ტყუილის თქმა ეს არის, როგორ გითხრათ, ხვალ რო დაავალონ, რომ საწინააღმდეგო თქვას, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ტყუილს იტყვის ყველა მათგანი. ეს ფიქრობ, რომ ამ პროპაგანდამ გარკვეულწილად რაღაცნაირად თავის ამოწურვა დაიწყო, რა თქმა უნდა, ტყუილია და ევროკავშირმა ძალიან ნათელი გახადა. ვფიქრობ, რომ ორი ქვეყნის მაგალითს უნდა შეხედოს ჩვენმა თანამოქალაქემ, იმიტომ რომ თქვენ სომხეთი ახსენეთ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იმყოფება ლუქსემბურგში, ის შეხვდა ევროპელ კოლეგებს, იმიტომ რომ ფაქტიურად სომხეთი დაჩქარებული წესით იწყებს სვლას ევროკავშირისკენ, ანუ ჩვენ რასაც დავკარგავთ ეს ყველაფერი იქნება მომავალი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებთ მათ, მაგრამ არ გვინდა რომ ჩვენი დავკარგოთ და გვინდა რომ მეტი ქვეყანა იყოს წარმატებული რეგიონში ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სომხეთი 5 ივლისს ელოდება ასევე მნიშვნელოვან დელეგაციას, ანუ წინ მიდიან მთელი ასე ვთქვათ, როგორც იტყვიან, მთელი სიჩქარით და ამის პარალელურად დიახ სომხეთმა მოახერხა ის, რომ დაამყარა მშვიდობა, მრავალი 10 წლეულიანი კონფლიქტი დახურა და ეს მოახერხა ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ დამოუკიდებელი გახადა თავისი საგარეო პოლიტიკა რუსეთისგან და როდესაც ხელისუფლება, რომელიც გეუბნება, რომ რუსეთზე უნდა ვიყოთ ჩვენ დამოუკიდებული, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ტერიტორიის და თან გეუბნება, რომ ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, ოღონდ ამის პარალელურად ანექსიის პროცესი დაჩქარებული ტემპით მიდის წინ და ვერაფერს ვერ აკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორ მშვიდობაზე ესაუბრებათ იცით, როდესაც საქართველოს სრულად იქნება ოკუპირებული რუსეთის მიერ, როდესაც საქართველოს 20% კი არ დაექვემდებარება რუსეთის კონტროლს, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა და მაგალითად საქართველოს მოქალაქეები დადგებიან ყველა იმ გამოწვევების წინაშე, დაწყებული ომში გაწვევის საფრთხით, რომლის წინაშეც განან ჩვენი თანამოქალაქეები ოკუპირებულ მდგომარეობაში. აი ეს არის ის მშვიდობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გესაუბრება თქვენ და რეალური მშვიდობა დამყარდა სომხეთში, რომელიც დღეს მიდის ევროკავშირის მიმართულებით. მშვიდობა არის მოლდოვაში, რომელიც ასევე დაჩქარებული წესით მიდის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მათ შორის ეს იქნება საწინდარი მათთვის, რომ გადაჭრან მათი ტერიტორიული პრობლემები დნესტრიისპირაც გულისხმობ, იმიტომ რომ ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ტერიტორიული პრობლემების და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობის გზა დღეს გადის სწორად ევროპულ დროშაზე, ევროპულ ის რეალობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელსაც ქართული ოცნება ტირაჟირებს უკვე მე-5 წელიწადია, რაც ომი დაიწყო რუსეთში. მადლობა სალომე სამადაშვილს.